ბატონგია, თვალს ვადევნებდით ისეთ რამეს, რაც უკვე ფაქტებია. ანუ შეფასებით კატეგორიებიც ახლავს მასთან, მაგრამ ის რომ ნარიშკინის გამონათქვამები, როგორც დროში, ასევე შინაარსობრივად ძალიან ემთხვევა და ხშირად ქართული ოცნების ლიდერების, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირების გააქტიურების, სამიზნის და შინაარსის ნაწილს ეს უბრალოდ ფაქტებია. შეიძლება შეფასებით ვიღაცამ თქვას, რომ ეს უბრალოდ დამთხევა, მაგრამ ამდენი დამთხევები ერთმანეთზე მიყოლებული ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ თუ არ იმართებიან, ერთნაირად აზროვნებენ. მტერიც ერთი ყავთ, მოყვარეც ერთი ყავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და რაც ხდებოდა თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე სპეციალური ედიტორიალი მქონდა მომზადებული, რომელიც ბეშტურის სახით უკვე დევს და უბრალოდ დრო გაგვექცა ძალიან და აი ამ ბიჭების ჩვენი მათე დევიძის 4 წელიწად ნახევრის მისჯას უკავშირდებოდა და აღწერას იმისა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეშია ეს ლოზუნგი, რომელიც ძველ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, როგორ იქცა რეალობად იმ ხალხთან, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, რომელთათვისაც ევროპული ღირებულებებია მნიშვნელოვანი და როგორ იქცა ამ ადამიანების ახალგაზრდების სადამჟელო ინსტრუმენტად და პოლიტიკად. ამას ყველაფერს რო ერთად მოუყაროთ თავი, რა პირობებში ცხოვრობს დღევანდელი საქართველო. საგამშვიდობისა მადლობა რომ მომიწვიეთ სწრაფად ვილაპარაკე ხა მე ძალიან დამსაგულია თქვენი ედიტორი ძალიან მომწონს და ყოველთვის ძალიან მაგვერდება ბეშტურის სახით უკვე გამოქვეყნებული ჩვენს ხა გადავალ თემაზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა ჩვენ არ მეყარება რომ ესენი რუსები არიან და პირდაპირ იღებენ მითითებებს ასე მგონია რომ აკუზით კიდევაც პირდაპირ იღებს და კურატორი და პირდაპირ აძლევს მითითებებს იმიტომ რომ პირველი დღიდან სვაშა რუსა მოვიდი და რუსა გამოჩნდნენ კიდევაც მაშინ ექსტაბეშნება მქონდა, ასე რომ არაფერი ამ ხრივ ჩემთვის არ შეცვლა, უბრალოდ საოცარი ისაა, რომ არ თავდება ჩემი გაოცება, სადამდე შეიძლება ჩაეშვრენ, სადამდე შეიძლება ჩავიდნენ უფრო ქვევით და ქვევით. ნუ ეგ მართლა წარმოუდგენელ, რომ ბოროტებას თუ არ ქონდა ფსკერი, არ მეგონა რა ამ შემთხვევაში ქვეყნის ღალატსაც აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ესენი ყველაფერი თლიანად არის კავშირში რუსული ძირითად სქემასთან, რეალურად ქვეყნის გამოსებასთან და აქ ხდება კიდევაც ეგ მენტალობის გამოსვლა, იმიტომ რომ არის. ესენი ებრძვიან მოქალაქის გაგებას, სამშობლოს და მოქალაქის გაგებას თავიდან ბოლომდე. სხვა შორის, რამდენიც მახსოვს მონტესკიეს აქვს ფანტასტიკური აზრი. ისე იგი როცა მოქალაქეს ვერ ყალიბდება მოქალაქე ერთ-ერთი რაც მისგან გამოდის ეს არის მონა აი პირდაპირ ხდება მოქალაქის საპირწოდე არის მონა და სწორედაც მათ არ აწყობთ მოქალაქე იმ გაგებით რომ მოქალაქე ეს თავისუფალი აზროვნების ადამიანია ლოგიკურად მსჯელობს კრიტიკული აზროვნება გააჩნია კრიტიკული აზროვნება ეს ნიშნავს სახელმწიფო აზროვნება გააჩნია სახელმწიფო აზროვნება ეს ამათ არ აწყობს ბუნებრივია იმიტომ რომ მათ ჭირდება სწორედ სრულიად მორჩილი დამორჩილებული დაბეჭავებული გაღარიბებული გაუნათლებელი ხეპრე პირდაპირ გაგებით ხა დღეს რასაც აკეთებენ განათლების სისტემაში ფაქტობრივად ამოგდება უნდათ იმ ძირითადის რაც მაგალითად განათლების სისტემაში თავის დროზე მოხდა ხო? ხა მეც ვიღებდი ამ განათლების რეფორმაში მონაწილეობას რექტორი ვიყავი მაშინ სამხატვრო აკადემიაზე და ვიცით რა ბრძოლა დაგჭირდა იმისთვის რომ რაღაცა გამოსულიყო და კორუფცია დასრულებულიყო განათლების სფეროში და ამან გამოიწვია რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში მერიტოკრატიული პრინციპით რომელიც ადრეს სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერც მოხვედრილიყო ხო მასე აი მაგასაც მოსპამენ ყველაფერს ჩამოშლენ იმიტომ რომ მათი ინსტიტუციები არ აწყობთ ასე რომ პირდაპირ გაგებით საქმე გვაქვს ღალატს და ეს გააზრებული ღალატია სრულად გაცნობიერებული და სხვა ფასეულობების დაფუძნება. აი მარტივად რო ვთქვა, აი თქვა, თავის დროზე ის პროექტი, რომელიც განახორციელა სააკაშვილმა, ეს გამოიხატებენ რომ ინგლისური სწავლა, ხო? ინგლისურის ფლობას საერთაშორისო თქვა გამოცდილებას მქონე ახალგაზრდები კონცენტრებში და მათ შორის ქალაქებიდან მოშორებულ სოფლებში ამიტომ ეს ადამიანები ძირითადად ინტელექტუალურ მონაცემი მეტნაკლებად გააჩნია დაასაქმეს კონცენტრებში ფაქტიურად გარყვნეს კონცენტრებით, რომ რეალურად დიდ ფულს აკეთებინებენ და რეალურად ამას რა თქმა უნდა უკაცრავდა კრიშავს რა თქმა უნდა ხელისუფალი ხო ამას თქმა არ უნდა ხოლო ის მხარე რომელიც ნაკლებად ინტელექტუალია და უფრო კუნთზეა ორიენტირებული რა თქმა უნდა დაასაქმეს ეგრეთ წოდებულ ძალოვანებში ხედავთ ორივე მიმართულებით რა საოცრება ხდება იმ დონეზე საოცრება რომ ერთი ხრივ ძარცვავენ ამ შემთხვევაში ადამიანებს ხანდაზმულ ადამიანებს მეორე მხრივ ელემენტად ანადგურებენ ცხოვრებას უნგრევენ და უფრო მეცად კლავენ კიდევაც აი თვალთვი მაგალითია აი ხა სწორედ ცემით რომ მოკლეს ადამიანი თქვა იგივე
პოლიციაში და როგორ ჩუმად არიან ხო მითქოს აქ არაფერი და ჩაფარცხავდნენ იმიტომ რომ ერთიც რო დაუშვან აბათ ერთი შემთხვევაში რო დაუშვან ის რომ ასე მიაჩნიათ რომ თქვა და დასაჯეს თქვა ამ შემთხვევაში დამნაშავე მკვლელი პოლიციელი ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება ეჩინათ რომ სისტემა ჩამოეშლებათ რომ ასე რომ საოცარ მოვლენასთან გვაქვს ეგ ბატონ გია ამავე დროს თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი და მოდით ამ ხაზს გავყვეთ ახალგაზრდებთან მიმართებაშიც ჩანს ზუსტად რა რომ ერთის მხრივ ხდება პატრიოტიზმის კრიმინალიზება საკანონმდებლო დონეზეც სოლიდარობის თანადგომის ევროპული და ქართული ღირებულებებისათვის ბრძოლის თავგან ამის კრიმინალიზება ხდება მათ შორის აი მათე დევიძის საქმე ამის სამწუხარო თვალნათლები მაგალითია დანარჩენი ბიჭების საქმეების განაჩენი რიგში დგას უბრალოდ და არ გვაქვს არანაირი მოლოდინი რომ ამ განსხვავებული მიდგომა იქნება და ამის პარალელურად კრიმინალურ სამყაროსთან გაფორმებული საარჩევნო კონტრაქტების გაგრძელება არის ის რომ მათ ერთი რომ ამავე ახალგაზრდების დასარბევად ჟურნალისტების საცემრად იყენებენ და ისინი ხდებიან ხელშეუხებელთა კასტა გარკვეულად ხო აი ამ ღირებულებათა აღრევის ამავე დროს აი ამ ასე ვთქვათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ორიენტირების მთლიანად მორღვევის შედეგები რა შეიძლება იყოს მე მინდა რომ ვიცი რომ მათეზე და ახალგაზრდებზე გინდათ ასე ცალკე განსაკუთრებულად ისაუბროთ რომ ეს შეაფასოთ იცით რა არის თავარი აქ რა არის რომ ესენი საერთოდ ცნებების აღრევაზე მუშაობენ სპეციალურად ფასეულობების გადაფასება ხდება არა ნიჭიანურად არამედ საპირისპიროდ რა აი სწორედ ის ფასეულობა უნდა იყოს აი თქვათ აი ეს მათი კრიმინალიანი ეს ახალგაზრდები 50-ზე მეტი ახალგაზრდა რომელიც ციხეში ის ყველა კრიმინალი ამის პატრიოტია, იმიტომ რომ ეს კრიმინალობა, ხოლო ის ვინც ამ შემთხვევაში ემსახურება აი მონურ პრინციპის პირიქით, ხო? ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩანს, რომ ფასეულობათა აღრევაზე მეტის ლაპარაკი და ამას აღწევენ. მეტნაკლებად წარმატებით აღწევენ, იმიტომ რომ რეალურად რა არის პრივილეგიებია, რაღაც ელემენტალური, როცა დაბეჭავებულია საზოგადოება, გაღარიბებულია და გაღარიბებული მასის მართვა ძალიან იოლია, ხო იცით? მას საცალე აზროვნების სხვა შორის ცნება, ბერძნული ცნება, სკოლე ნიშნავს მოცალეობას. დრო გაქვს იმისთვის რომ ისწავლო ხო თორე ხო იფიქრო ხოლო მოცალეობა იმ დროს არ გაქვს როცა ყურზე გიწევს ფიქრი და ბანალურ თემებზე ფიქრობ ხო და ამ შემთხვევაში გამორიცხულია შენ იფიქრო მარადიულ ფასეულობაზე განათლებაზე აზროვნება კი ადამიანია ადამიანურ სახეს აკეთებენ ჩვენ მომავალთაობას და აი სწორედ ეს ადამიანები რომლებიც მართლაც ვარსკვლავ ბიჭები და ვარსკვლავ გოგონები არიან როგორ 19 წლის გოგოსო ციხაში ჩასვა რაღაცა სრულიად უსახური უაზრო რაღაცა მიზეზის გამო იმიტომ რომ რაღაცა მასონების ხმები გესმის და იქ რაღაცა კარნახობენ და ასე შემდეგ ეს იმას ნიშნავს რომ მართლა რყვნია საზოგადოებას შენ თვითონ უკვე შენი მენტალობითა ცნობიერებითა თქო და თავინაბოლომდე გარკვეული ხა ფასეულობები წაშლილი გაქვს ასეა და რეალურად ხა მე ამ შემთხვევაში როცა უყურებ ხოლმე ამ ახალგაზრდებს აი გაუგნებელია თქო მათესის ტექსტი რომ ნახე რომ თქვა მე მოვისმინე გადავახე ეს ხო საოცრებაა პირდაპირ. ესე იგი წავიდა მარადიულ წყლიაში თითქოს რომ სინათლე ამოიღოს. აი პირდაპირ წარმოუდგენელია. აი პირველი საუკუნის მამების ტექსტები გამახსენდა, დიოროს ევროპაკელი გამახსენდა. არ ვიცი, შეიძლება წაკითხული აქვს კიდევაც. ისეთი დიდი შემოქმედებითი ტალანტი აქვს, რომ ამას ასხევს ეს ბავშვი. მათე 21-ის გახდაც იქ საპატიმროში 20-ის. გიორგი, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა შვიდეულებს. 3 შვიდეული ჩემს ცხოვრებაში 21 წლის ასაკში გადატრიალებები ხდებოდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ არ ვიცი შეიძლება თქვენს გაიხსენოთ რა გემართებოდა ასაკში. ასე რომ ამ წინვალი ახალგაზრდის ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ძრა არის. ეს დარწმუნებული არის მალე გამოვა, იმიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ესენი მასე დიდხანს ბოროტებას არ აქვს არსი, გრძელი, ხანგრძლივი. წყვილს კიდე მოკლე აქვს ფეხები, ქართველებმა არაჩვეულებრივ ჩამოაყალიბეთ ეს. ასე რომ რეალურად აი მათეს ჩემთვის მაგალითი ამ შემთხვევაში ცარა სიმპათიურია, არაჩვეულებრივი და რამაც კიდევ ჩემზე მოქმედა ის რომ გიტარა ენატრება გიტარა ეს იმას ნიშნავს როგორი კრეატიულია ხო შემოქმედებითია აი კრეატიული ის უნარების აღმოფხვრას ფიქრობენ ესენი რა ფასეულობაზე ააშენონ ამათ ქვეყანა ღმერთო ჩემო ფასეულობა არ გააშენ ერთ-ერთი ფასეული რაც არის მამონას მსახურება ფული მხოლოდ ეგ ხო იმიტომ თქვა კიდევაც მათმა ლიდერმა ხო ჩემი ფულისთვისო ყველაფერს შეგწირავ და გაკიდებ და გაგანადგურებ ასე რეალურად რაზეა ლაპარაკი ახლა რაც შეეხება დღევანდელ თქვა შეკრებას ერთ ამას შევეხები
მოხარული ვარ, რასაც ესენი აკეთებენ. საოცრება ეხა მე ყოველდღე შეიძლება ვერ გავიდე, ასაკის არ მიწყობს ხელს. სიმართლე გითხრა, რაც შემიძლია ხოლმე ვიღებ ხოლმე მონაწილეობას აი ქუჩის მარშებში, მაქსიმალურად გუშინაც გავიარეთ, მაგრამ ცოტა რთულია მიმართულებით მუშაობა, იმიტომ რომ რეალურად ეხა რა ხდება? შეიძლება ვწდები, მაგრამ ორი სიტყვით შევეხებ, მხოლოდ ორი სიტყვით რა. ესე იგი, ჩვენთან დისიდენტობის ცნება არ იყო პირდაპირ გაგებით საბჭოთა კავშირში იყო დისიდენტოი, რა თქვა რუსეთში რო იყო. ჩვენთან დისიდენტობა პირდაპირ კავშირში იყო ეროვნულ თავისუფლებასთან, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია თან ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე იყო და თან ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. რაღაცა უცნაური შერწყმა მოხდა. ეხლა ისეთ რაღაცას აიძულებენ ქოცები ამ შემთხვევაში პარტიებს, რომ უკვე პარტიული ზემოქმედებით, პარტიული ინსტიტუციებით კი არ იმუშაონ, არამედ იმოქმედონ პერსონალურად, როგორც დისიდენტებმა, როგორც ევროვნულად ორიენტირებულ დისიდენტებმა. იმიტომაც მიდიან ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა ციხეში პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ეს დისიდენტური, როგორც ეროვნულ ორიენტაციაზე აწყობილი დისიდენტობა და ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ახალი ეტაპია. არ ვიცი შედეგი რა გამოვა, ახლა ნამდვილად არა პროფეტული ნიჭი დაჯილდოებული, მაგრამ რეალურად საინტერესოა. მათი ეს პიროვნული და პერსონალური მორალური ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან სოლიდარობა ჩვენი რა თქმა უნდა. უსურვოთ მალე გამარჯვებულები გარეთ გამოსვლა. ბატონ გია, ძალიან დიდი მადლობა.